ძვირფასო მეგობრებო, მინდოდა ჩემი მაყურებლისათვის მომეტანა სიხარული, ამიტომ სტუმრად მოვიწვიე გივი სიხარულიძე. დიდი მადლობა მომბრძანებისთვის, ასე კაცი თავის გვარს ამართლებდეს, სადაც მიდის, ყველგან სიხარული მიაქვს. დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. თან მოგიტან ეხლა ახალი წიგნი გამოვიდა ჩემი აწყვეტილი სიცოცხლე გუში გამოვიდა დაიბეჭდა და ამას შუქრი შენ. უღრმესი მადლობა. გაიხარეთ შენი ორკესტრის ხელმძღვანელს უნიჭიერეს და შორის უნიჭიერეს ჩემგან საჩუქრად ჩემ საყვარელ ძმას. მადლობა. გაიხარეთ უღრმესი მადლობა ბატონო გივი. ესე იგი ამბობთ რომ ჩემი სახელი სასტიკად არ მომწოსო და ამ დროს ისეთი კარგი სახელი გაქვთ ყველგან ბატონო გივი დატოვებული რომ არ ვიცი მე მგონი უნდა გიყვარდეთ თქვენი სახელი. ჩემი სახელი არა მეზობელის გოგო მიყვარს ერთი აგელოზე ვითარი. გოგო ეხლა რა 55 წლისაა, მაგრამ კუკლა. და იმას სხვა უყვარს. იმდენს უთხარი გახდი ჩემი მეთქი და შენი ვარო. ოღონდ ის რა ქვია მას? შენი როა და სხვასა როა, მაგას აქვია? ხო, მაგას სუდი სახელი ქვია და ეხა მაგას არა, როგორი სიყვარულია ეგ რაღაცას. პლატონური. პლატონასთან არის და შენ უყვარ ხარ. ბატონო. კი. ესე იგი, ამიგო, გამომხედე ახლა გამომხედე. მე ხუმრე ახლა აბა ასაკზე ერთი აბა მიდი. მიდი აბა გვეხუმრე. არა, იყოს. ეს ჟულიკი. გითხარი ინანებ მეთქი ერთად. აი, უნიჭიერესი ჟულიკი. უნიჭიერესი ჟულიკი. ესე იგი, ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტთან გაქვთ ესეთი რამე ნათქვამი, რომ შენს რომ ლამაზი ყოფილიყავი, შენს ბევრი ბავშვი გეყოლებოდაო. მოგესალმებათ 4 შვილის მამა ზურაბანჯავიძე. თან ნიჭიერი, თან ლამაზი, თან ჩემპიონი ყველაფერში. მე იმას ვიფიქრებდი, რომ იმ იდიოტებს, ცეკვაში აჯობებ და ესა და პირველად გიწაი. არ მეგონა, აი ორვე ხელი ავწია ყველაფერს მითხრა. ამიკო სხვათა შორის გამარჯვებულია მაგამ ბავშვი. მართლა? შენს პირველი ადგილი აიღე? უპირველესი. ოჩახს მაო, მე უნდა მივიდე ცეცხლზე დავწვე ეგ ადგილი. ამ ხელა მოცეკვავე კაცი ეხარ და ჩვენ გვაქვს მოგებული ზეკვანი ვარ. გული მერევა შოკი, წავალე ხარ. ესე იგი, გივი ბატონო, წერალი, პოეტი, აი რამე რო არ გამომჩეს, მოცეკვავე, ჩოგბურთელი, ტანმოვარჯიშე, მთისა და წყლის მოთხილამურე და აგრონომი. ვაი, მაგ აგრონომის. ბიჭო, სოფიში დავცეკვავ რა. სწავლესია სოფიში და მამა ჩემი შემიჩარეს, მამა ჩემს სწორა, აგრონომი ეგონა ყველაფერი რა. კარგად ჟღერს. დედასვე სკოლის დირექტორი ყო ვიღაც აგრონომს იცნობდა ბავშვობაში ჩოხატაურში და გინდა თორა და შემიყვანეს ბიჭო აგრონომი უზე. დედა მომიწეს, აი ხო დაამთავრე რამდენი წელია დიპლომი. თუ შემეძროს ვაშლის ხის, ქლიავის, ატმის ხის გარჩევანი ხვალიდელი დღე არ გამიწევს. თუ არ ასხია რა, თუ ასხია დებილი ხო არა ვარ. კი გასულ. აი ხო გაუფუჭე ვიღაც ნაღდი აგრონომად დაბადებული ბავშვი. გამოვიდა და აგრონომი და გამოადგებოდა ქვეყანას. დავალპე დიპლომი, არა, მაგ დიპლომა. არა, რო ასხია მე ხო. მაგ დიპლომა ფული მაჩვენა. საშამ ჟავანაძე იყო ესეთი ვასილ პავლეზე ჟავანაძის შვილი. ყველაზე საყვარელი კაცი, ცეკას მდივარი. იმის შვილი იყო ჩემი ძმა კაცი და ნიზლავში მოუგე ბაკურიანში დევეკიდე ტროზე დაავყევი ბოლომდე და გაგიჟა რა გინდაო მე ვთხარ რევიზორობა მინდა მეთქი რის რევიზორობა მასავლა ჩემად ვაკაცა ხილის წვენების და დამზადების ეგრევე მომაწყო მეორე დღესვე რო ჩავედი თბილისში და აი გამომადგა ფული შოვნაში რომ მივიდოდი ხო პირველად რომ მივედი ის ვიჭირა სტროგი სახე და ამას აბუთები ამოვიღე და მინდა რომ ვიპოვო რაღაც ღვინის ქარხნის დირექტორი წვენების ქარხნის თავზე მადგას კიტელი აცია ესეთი მილიარდელი თითებზე შევატყო თავის ცხოვრებაში არ უმუშავია ხო და წვალო მე ხარ რაღაცა აღმოვაჩინო დანაკლისი და ოფლი მოდა დამადო ესე თავზე ხელი შვილო ნუ წვალო რასაც ეძებო
შენ იმას ვერ იპოვი, იმიტომ 4-ხაზჯერ იქეთ-აქეთ გაცდიო. იპოვი მაინც აქ-ამან გამზადებული რაც უნდა მოხდე. არ იპოვი და მაინც მოხდე. მე ვუთხარი შენ აგაშენა ღმერთმა. გავხსენი პორტფელი ჩამიგდო. იქიდან კასპში იყო ეს. კასპიდან მივდივარ გორში. გორიდან ხაშურის ხილისწვერები ვარ. აგრონომიული ტურნე გაქვს. მე ვუთხარი გეხვეწები დაურე კედარო იქაცები არ მაწალონ. მე მოყვებით ანუ ვოლგაში ჩამსა. ჩემი ნოლანდინი პიატი დაგრეული დამატოები და წავედი და უთხრა მაიმონობას ბავშვი მიეცეთ ჩამიგდეს. აი რა გამიკეთა დიპლომა. გაგებაში არ ვიყავი არამედ ვერ ნაცვალე ვასილ პავლოვიჩი და იმის ბიჭი. გადასარევი პირველი ბახუთი მაგათ მაშოვიდეს. და საბჭოთა კავშირი ყველაზე დამიყვანს. მე კრაბეობის ქვეყანა. ესე იგი მე კიდე მეგონა რომ ამდენი ისენი რა ქვია რეგალიები იმიტომ ჩამოუთვალე და იმიტომ დაეუფლებთ ამდენ პროფესიას რომ რაც შეიძლება მეტი და სხვადასხვა გემოვნების ხალბატონებისთვის მოგეწოდები და მე ბავშვობიდან შრომა მეძიწყება შრომა მეძავრება შრომის გამო თუ მამაჩემეულებოდა ხოლმე რომ შრომა აკეთებს შობილებს და ალამაზებს ადამიანს მამიკო მეთქი თუ ეგრეა ჩვენი მეძობელი როა გრიშა 55 წელია მუშაობს ელერზეში მუშად კუზი რატო არ გაუსწორდა შრომით ხო უნდა გალაბაზებულიყო და მამაჩემა ხელი ჩაიქნა და შენგან კაცი არ გამოვაო ნაღდათ არ გამოვიდა ესე იგი 82 წლის ხართ პათოლოგივი და რა არის იცი რა გეტყვი შეატრიალე 28 წლის სამა უი ხო არა ჩემი ენერგიით ვინ ჩამიწერა ვინ ზუსტად შემოყარ ის 82 შევასწორო ესე იგი და არ ვიცი მე რას უზამ სცენარი 82 წლისა ჩემი მეზობელი ზუკა რომავლენ სტუმრებ ზუკა ახალვარ ორი საყურე უკეთია ვახ შენი დედა აი და გავცვალე ის 28-ისა მე ახლა გავხდი 28-ს და ის 82-ს ესე იგი ზუკაკო კი ბატონო ამიტომ გადმოვერთოთ ახლა ესე ქალბატონებზე ჯობია მე მგონი აბა ვახ რა ლამაზია აი ზუსტად ულამაზესი ძეზე უფრო ლამაზი თუ არ იყოს ფიცა ვარ ჩემ სიდის რომელიც არ გამაჩვია საერთოდ ესე იგი რამე ისეთი ისტორია თუ გაქვთ ივი ბატონო სადაც აი ქალბატონები არ ფიგურირებენ არის ესეთი ისტორია ეგეთი ისტორია თუ მაქვს ჩათვალო რომ მკვდარი ვიყავი მკვდარის როლის გაქვთ რა თამაშები ეგეც მახსოვს არის როლი რომ არა მკვდარის როლი არა განაცვალე კარგად იცი რომ ამერიკაში რო ვიყავი ბატონო ჩემმა ძმაკაცმა დოდიკამ ებრაელმა რომელიც დიდი მაყუთი ქონა მითხრა გივიჯან რამდენი მე ვთქვი ერთ ფერჩები ყოველ დღე $1000 გავშორებ გავგიჟი რა მისატავ და წამეყვანა მილიარდელების თვის არის ცეხი კუბოების ცეხი ნიუ-იორკში სადაც ჭირდებათ მანეკენები ქალის და კაცის სხვათა შორის ქალი მანეკენობა უნდა და აი ის გოგოროა ისა ეხლა რო ექსპერტია იმ მოდების ვაიმე დამავიწყდა არ არის საჭირო ხო იმას უნდა და არ მიიღებს იმიტომ რომ ახლაც იქ მუშაობს იმიტომ არა არ მიიღეს იმიტომ არ მიიღეს რომ აი ესეთი არისტოკრატიული სახე არ ქონდა როგორც ამას გასაგები დედას მიცავა მე რომ დამინახეს გაგიჯე ჩამაწეს ფრაკი რამე და ჩამაწვიდეს კუბოში რა მევალებოდა რომ მოდის კლიენტები მილიარდერები ერთი კუბო და მეორეში გადაგაწვენენ და არჩევენ კუბოს და მე რეწკიან yes this very nice very good ხოდა 15 დღეში $15,000 ვიშოვე და უცბად მოვიდა ვიღაც ხალი ვისი ქმარიც მილიარდელი შეჭამა ნიანგებზე იყო წასული სანადირ ნიანგზე შეჭამა აი ეს უსაქმური რა ნიანგებზე ესე იგი საქმიანები და მსრომელები თქვენ არ მეზიწყება უსაქმურები თქვენ ეს უსაქმური რომელიც ნიანგს კლავს შეჭამა და ეხლა კუბო უნდა და ბრილიანტის ცვლებით შეუკვეთა იმიტომ რომ თავის საგვარეულო სასაფლაოზე ვერაფერს ვერ მოიპარ ვინ ხო და ჩამაწვიეს რამდენი კუბოში ამას დაადოხელი ესო მე მიყურა ესე მიყურა და გაიყვანა ეს დოდიკა რაღაცას ელება მე ვერ მივხვდი ხა და დოდიკა მეთქა ბიჭო გინდა რომ $40,000 გაშოვნო მე ვთქვა როგორ არ მინდა იზახისო რომ 2 დღით რომ 2 საათი კუბოში იწვე პანაშვიდებს რა ქმარი ხო აღარ აყავს შეჭამა ნიახმა მე ვთქვი სამი დღე დამჭები და კიდე მოუმართოთ არა 2 დღეზე მეტი არ არისო და დავწეჯე ახლა ოღონდ რა არის არ უნდა ჭამო და არ უნდა დალე არაფერი თორე მყარი მოსასვლელად ხო არ გაყვალ ახლა ხო და რომ მოგიდნენ
რო დაიწყო პანაშვიდი, მოდიან ეს მილიონერი თავის ცოლები და ეს მადგას თავზე. Edmund, my God, my husband, I love you, Edmund. და მეცემა ბიჭო ეს წვეთები სულზე და მეორე დღეს ასოთქოთ მე დამიწყო კოცნა. ამომივიდა იზაბელა მდგომარეობა. ცელები წავედა ვიგე მართლა ხო არ მოკვდი ამის დედაო და ცელები დავე. გაბაყუდა რომ მორჩა დასწრინე ქალი იყო. ეს მარტო მანიკენი არ არისო. ამან ჩემი ქმარი დაიტირაო და $40,000 მაჩქო 40,000 მაგრამ. მე მიდებდნენ ხელშეკრულებას 8 თვით. თვეში $3,000 დავჩენილიყავ და ჩემ მაშინმა ატეხა შენ მე მაპაზორებ. მე ვთქვი შეჭობეძაღო სახალხო არტისტი, დამსახურებული არტისტი, ქურუმი, რესპუბლიკის კულტურის ქურუმი, გახსნილი ვარსკვლავი ერთ ადგილას თბილისის საპატიო მოკალაკე, ბათუმის საპატიო მოკალაკე, ფილარმონის ტინის ამაკ. ვარსკვლავი და ვიღებ 480 ლარს. დარი ავიღებ 40,000 შეჭებით. არაფერი არ დავსახოდა. ეგ არხი უკვე გადაკეტილია თუ ერთ არა, მელოდებიან დედას ვიცავარ. თუ მანამდე მოთელვაზე ამიტომ რო გაუშვათ. თუ აქ აირია სიტუაცია. და რაღაცა ისე არ წავიდა როგორც საჭირო. ტრის ადგილი გარანტირებული. ადგილი გარანტირებული. ესე იგი, მაშინ მოდი ესეთ რაღაცას კითხავ ცოტა ცოცხლებზეც რო გადმოვიდეთ და სუფრას რო დავუბრუნდეთ. გივი ბატონო, ესე იგი, თქვენთვის როგორ დარწმუნებული ვარ მანდილოსნების სადღეგრძელო ყველაზე საყვარელი სადღეგრძელო იქნება და აი მანდილოსნების სადღეგრძელოს შემდეგ აი ყველაზე თქვენი საყვარელი სადღეგრძელო რომელია? მეცით ახლა ვიცი რომ ამას ამოიღებთ, მაგრამ ხო არა, ხო. ამოიღებთ იმიტომ გრძელია და არ გამო, მაგრამ ახლა გეტყვი რა. მე ერთი ქალთან მქონდა რომანი და ძალიან მომწონდა, ძალიან მიყვარდა, მაგრამ თან ეჭვიანიც ვიყავი რამე და ბრალზე ვხოდი ხოლმე, იმას დაუწერე ესეთი ლექსები. ვეღარ გამიგია, თუ ხარ თუ მიყვარ ხარ, ისე მომრევია გესლი, ხანა ხარ ნაყოფი ეთემის ხისა და ხანა სიძულვილის თესლი, ისეც კი ვიფიქრე, 64 შიტი ხარ. მე კი ვარ დემონის ეცის, მე უკვე ნასროლი თოვლის გუნდა ვარ და შენ ფიფქი შერჩენილი ხელში. ერთხელ მოგიძვენი მცხუნვარე კოცნა და თითქოს შავი ფერფლე ცეცხლში არჩენიყავი ჩიტო ყინულის ნატეხი და ლამის შემომადანი ხელში. ეხლა რა არის? არა, ამას როგორ ამოჭრით? როგორ გიგახსენე? ხო და ეხლა მერავიდა გითხრა. ყოველთვის ამ სადღეგრძელოს ვიძახდი. თქვენ ახართ ქალი, რომელიც შირაზის ვარდს გევხართ და თქვენ ახართ ვნებების ხელვა, რომელიც მამაკაც უნდა შემოადგენეს როგორც შაქარ ლუხუმი. აი, გენაცვალეთ თქვენ. შეგენაცვალეთ, გაიხარეთ გივი ბატონო და დამწყები იუმორისტები გვყავს ჩვენ ერთი ძალიან მაგარი ამბავი გვაქვს და ქალების რისხვა. არა, ორი რისხვა. ქალების მაჩალკატა. ორი ახალგაზრდა დამწყები იუმორისტი გვყავს, ტროლი და ბოტი, ტროლი და ბოტი და ბოტი და ტროლი. შემოვიდნენ მოკლედ ტროლი და ბოტი. აბა გივი ბატონო, დაპირებული ტროლ ბოტი გუგა და ონისე, აბა თქვენიცით ვიჭებო. ონისე მი დაიწყე. არა, შენ დაიწყე. ბიჭო რა, თქვი რამეა. სულ შენ იწყებ ხოლმე და გისმენ. ძალიან გვიხარია თქვენი სტუმრობა. მაგრამ უფრო გვიხარია რომ ქალები არ ვართ. არა, ახალგაზრდები ხართ და მაინც არა, თქვენ რო ცოტა დიდები იყოთ, მაშინ ქალები არ უნდა იყოთ. ეხლა სიხარულზე ბევრი ქალისთვის სიყვარული ძია. გივის სიხარულზე რომ ქალი დაბადებული იყო. მე ნახა სიხარული შენ. გივის სიხარულზე უყვარს ქალები. და ქალებს უყვართ ბრედ პიტი. გივის სიხარულზე რასაც ამბობს, ყველაფერი რომ დაუჯერო, კი და კომპლექსება კაცი. გივის სიხარულზე 17 წიგნი აქვს გამოცემული თემაზე, როგორ მოვატყუოთ მთელი ქვეყანა ჩვენი ინტიმური ცხოვრების თაობაზე. გუგა, გივის სიხარულზე წიგნი გააქვს წაკითხული? რა შემო, კიდე კაი კითხვა არ მიყვარს. გივის სიხარულზე ასევე პოეტია. ეგ ჩამყავდეს ახლა კოტე ყუბანეიშვილი. ბრავო.
როგორც მე ქართანი და პოეტი გივის სიხარულიძესთან მუზები დეკოლტეთი მიდიან. გივის სიხარულიძე პროფესიით აგრონომია. ხო, იქნება რაც მაგას ქალები ყავს აყვავებული. როდესაც გივის სიხარულიძე დაიბადა, 50 წლის ბები აქალს უთხრა. ქალბატონო, მაგას აქს ნამდვილად არ მოგცემდიო. გივის სიხარულიძე როცა 18 წლის გახდა, ბიძა წაიყვანა ქალებში. გივის სიხარულიძე ახლაც დადის ქალებში, უბრალოდ ისე დასაკშია, რის გამო დადის აი მაგალითად. ბრავო, ბრავო! ბრავო! გივის სიხარულიძეს მკლავზე თეონა აწერია, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს ვინა ისას ქალბატონი. გივის სიხარულიძის ტელეფონში ყველაზე მეტი სატექნიკის ნომერი უჭერია. ბატონი გივი ადრე იყო სუხიშვილების სოლისტი. და იქამდე ვიღაცის ჩოლისტი. გივის სიხარულიძე იმდენად რაინდული თვისებების მატარებელი კაცია, როდესაც სტრიპტიზ კლუბში შედის, პირველად ასე ამბობს, აქ ამშვიდობაო. გივის სიხარულიძეს ძალიან უყვარს მხიარული ამბების მოყოლა. მაგრამ ისე წვება იმის ადგილას ყოფნას არავის არ ურჩევს. ბატონო გივი, თუ რამე გეჭყინათ, არავის უთხრათ. უბრალოდ გულში შეინახით. შენახულია, უკე, შენახული. დიდი მადლობა. ბრავო, ბრავო, როგორი ბიჭები ყავს? ძალიან კარგები ხართ, ძალიან ნიჭიერები და ვინც ეს სცენარი დაგიწერათ, ის არის ძალიან ნიჭიერი კაცი. გაიხარეთ ურმეცი მადლობა. ახლა კი ყველაზე უცნაურად უნდა გამოვაცხადო, ჩვენი სტუმარი იყო აგრონომი გივის სიხარულიძე.